ყობახიძე გამოვიდა სომხეთს და აზერბაიჯანს თუ წინაპირობები არ დაუყენესო, ჩვენო წინაპირობებიო რატომო? იქ ხო არაფერი წინაპირობები არ ყოფილა, არც პატიმრების გათოვისუფლება. ჩვენზე უკეთესი კანონებია ჩვენ მეზობელ ქვეყნებში და რაშია საქმე. სტაბილიზაციის წყარო რა არის? იმ ქვეყნებში იმის მიხედვით აყენებენ წინაპირობებსაც. აზერბაიჯანი ამერიკის მტრებს თავის ტერიტორიაზე არ აპარპაშებს. ირანის გავლენაც ებრძვის. რუსეთს თანასწორის მარიონეტის პოზიციიდან კი არ ელაპარაკება. კაცის კაცი კი არ არის პუტინის. იგივე ფაშინიანთან მitmartებით, ხო? ფაშინიანი ძალიან მკაფიო გაცხადებული კურსი აქვს აღებული ახლა და არჩევნებში მხარი დაუჭირეს და ასე შემდეგ. ახლა საქართველოში რა ხდება? საქართველო იზოლირებულია ამერიკის ყველა მეგობრისგან. სამაგიეროდ ჩახუტებულია ამერიკის მტრებს, რუსეთს რო თავი გავანებოთ, ჩინეთს რო თავი გავანებოთ, ახლა ყველაზე ცხელი რაც არის ირანი. სოლეიმანის ნასრალას ბანერებით დარბიან ჩვენი მოქალაქეები და თბილისის ცენტრში ესეთი რაღაცა რომ ირანის საელჩოს წინ საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბნენ და ჯიხანდით ემუქრებიან ხამენეის მტრებს და ხამენეის ბრძანებების შესრულებით, ხო? და ამის იქით რო წავით, კაცო, ელჩი, ირანის ელჩი გამოდის და შიდა დესტაბილიზაციით გემუქრება. ამ დროს შენ არც იბარებ იმაში, რა ქვია, ახსნა განმარტებებისთვისაც არ იბარებ საგარეოში, არა თუ განცხადებას არ აკეთებ, მაშინ როდესაც რას აკეთებ? დეგნანი, დანიგანი, ფიშერი, ბრიტანეთის ელჩი, ევროკავშირის ელჩი, ხო? ესენი ყავს აგდებული. ამერიკის მეგობრები ვინც არიან პროდასავლელი მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ რაღაცა ვარდისფერ შარვლებში იტაცებენ ტროტუარებიდან და ესე აპატიმრებენ და Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის გვაჯარიმებენ და იჭერენ ადამიანებს და ხალხი რომელიც ჯიხადით იმუქრება, ანუ ხამენეის სისხლიანი ბრძანებების შესრულებით იმუქრება, ის ხალხი მშვიდად დადის ამ ქვეყანაში და ეს არის ზუსტად ის რაც განასხვავებს მათ იმ ქვეყნებისგან, რომ ანუ ამერიკის მტრებს იმ ქვეყნებში არ აპარპაშებენ.